თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერები და გამგებლები უფლებამოსილების შესრულებას 2 აგვისტოდან დაიწყებენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. CSKO-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივნებმა თბილისის შემაჯამებელ ოლქს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. საბოლოო მონაცემების მიხედვით 7-ვე თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს 13-ვე რეგიონში, სადაც მოსახლეობამ გამგებლები აირჩია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს შეაჯამა 12 ივლისის მეორე ტურის არჩევნების შედეგები, რომლის საფუძველზეც თბილისის მერად აირჩა ქართული ოცნების კანდიდატი ბატონი დავით ნარმანია 72.57%-ით, რაც შეეხება დანარჩენ 7 თვითმმართველ ქალაქს, შესაბამისად ამ ქალაქებში არჩეულ მერებს და 13 მუნიციპალიტეტის გამგებლებს, ყველგან ქართული ოცნების კანდიდატები არიან გამარჯვებულები და 2 აგვისტოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე, როგორც არჩეული მერები, ასევე არჩეული გამგებლები შევლენ უფლებამოსილებაში.